Global Compact-ის ორგანიზებით ბათუმში ფორუმი პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის გაიმართა. Დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოესმინა იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელი ფაქტორია. ღონისძიებაზე ერთ-ერთი სპიკერი ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი სატიშ ფატიც იყო, რომელმაც სტუმრებს ინდუეთის მაგალითზე კომპანიის გამოცდილებები გაუზიარა. ბათუმში გამართულ ფორუმს BMG-ის გუნდიც სტუმრობდა და უფრო მეტი დეტალი ნახეთ ნინი გიგიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის. Global Compact-ის ორგანიზებით ბათუმში სასტუმრო რუმში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მდგრადი ფინანსების მობილიზება და განახლებად ენერგიაზე გადაცვლის პროცესის დაჩქარება იმ საკვანძო ფაქტორებად განიხილეს, რაც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელი პირობაა. Global შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც მიზანი იყო ბათუმში არსებული ბიზნეს სექტორის ჩართვა მდგრადი განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი არის, რომ გრძელვადიანად რეგიონებიდან კიდევ უფრო აქტიურად ჩავრთოთ ბიზნეს სექტორი ამ საკითხებში და ასევე მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რესურსები არსებობს. მათ შორის ფინანსური რესურსები, მწვანე მიმართულებით, ზოგადად სოციალური და მდგრადობის მიმართულებით. ფორუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი განახლებადი ენერგიის დაფინანსება ინკლუზიური ზრდისთვის იყო. პანელის მსვლელობისას ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ფატიმ ინვესტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც განახლებადი ენერგიების მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის მიღწევისთვის კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის, სამუშაო ადგილების შექმნის და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელი ფაქტორია. საქართველოს კონტექსტში მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ. ამ პროექტების დაფინანსება კი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. პანელის ფარგლებში კომპანიის არსებული გამოცდილება და მიდგომები გავაზიარე, რაც წარმატებული აღმოჩნდა ინდოეთში განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის. თუ როგორ ხდებოდა სექტორის განვითარება, პროექტების დაფინანსება, როგორ განვითარდა მზის და განახლებადი ენერგიის პროექტები ამ ქვეყანაში. რა მექანიზმები გამოვიყენეთ საჯარო, კერძო პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად და როგორ განვითარდა ეს მოდელი დროთა განმავლობაში. სესიაზე დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმები, სამართლებრივი ჩარჩოები და საჯარო კერძო პარტნიორობები განიხილეს, რაც აუცილებელია საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების გაფართოებისთვის. სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, განახლებადი ენერგიების განვითარება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საწინდარია. ღონისძიება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს ხიდების აგებას კერძო სექტორსა და მედიას შორის. კერძო სექტორსა და განახლებადი ენერგოწყაროების მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შორის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კომპონენტი და ჩვენ არაერთი პროექტი ვიცით, რომელიც გაჩერებულია დღეს სწორედ იმის გამო, რომ კომუნიკაციის თვალსაზრისით სერიოზული გამოწვევები არსებობდა. დღეს აი ამ პრობლემამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანაში ასათვისებელი გვაქვს 70%-ზე მეტი ჩვენი პოტენციალის ჰიდროს მიმართულებით, გაცილებით მეტი ქარის და მზის წრილში. მაშინ, როდესაც კარგად ვხედავთ, რამდენად სწრაფად იზრდება მოხმარება და რამდენად ასე ვთქვათ დაბალი არის გენერაციის მაჩვენებელი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, როგორც დისკუსიის მონაწილე, ასევე როგორც მსმენელი, რამე თუ ძალიან ბევრი საინტერესო კომპანიის და მათი ინიციატივების შესახებ გავიგეთ, როგორიც არის მაგალითად ბიოდიზელის წარმოების მიმართულება, როგორიც არის ჰორეკა სექტორში სხვადასხვა ინიციატივების დანერგვა, რომელსაც ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს გარემოზე, ჩვენს სოციუმზე. საქართველოს ენერგოსისტემაში წარმოდგენილია ჰიდრო, თბო, ქარის და მზის ელექტროსადგურები. ამჟამად ქვეყნის ენერგოსისტემის დადგმული ჯამური სიმძლავრე 4715,9 მეგავატს შეადგენს. აქედან ჰიდროსადგურები 3513,8 მეგავატია, ბოელექტროსადგურები 1191,4 მეგავატს შეადგენს, ხოლო ქარის ელექტროსადგურები 20,7 მეგავატია, რაც დადგმულ სიმძლავრეში უმნიშვნელო 1%-იც არ არის.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით სისტემაში 70%-ზე მეტი ჰესებზე მოდის, მხოლოდ 25%-ია თბოსადგურების წილი, რომელსაც დეფიციტის შესავსებად უმეტესად ზამთრის თვეებში იყენებენ.